საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე შესყიდვების თემაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეიტინგები, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები დაიდება. გამონაკლისები, რომელიც არსებობს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვებიდან, ეს იყოს მაქსიმალურად შემცირებული, ანუ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაიდოს ასევე ღია ფორმატში, დამუშავებად ფორმატში. და ის უწყებები, რომელთა შესყიდვები ძალიან მცირე ოდენობით არის, კერძოდ აქ არის საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ანუ სარეზერვო ფონდებზე, მთავრობის, თავდაცვის სამინისტროზე მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ვებგვერდზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი ვართ ჩვენი ახალი პროდუქტი, ბიუჯეტის მონიტორის პრეზენტაციით, რაც არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოებისათვის, რომ აკონტროლოს ბიუჯეტი, მათ შორის შესყიდვების ტენდენციები, აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი ამ ტენდენციების გაზიარება კონფერენციაზე ჩვენი წვლილი, რაც გამოიხატა ამ ვებ პლატფორმისა და ტენდენციების მომზადებაზე, რაც შეეხება კონკრეტულად შესყიდვებში, კონკრეტულ ხარვეზებს თუ ტენდენციებს ამ მიმართულებით, როგორც ყოველწლიურად ეხლა მიმდინარეობს მომზადება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მოხსენება პარლამენტს წარადგინება 15 მაისს და შესაბამისად მომავალ კვირას უკვე გახდება ცნობილი კონკრეტული სისტემური მიმართულებები, ტენდენციები და მათ შორის კონკრეტულ უწყებებში წარმოდგენილი ხარვეზები, რომლებიც გვაქვს ახლა აუდიტის პროცესში გამოვლენილი და შეჯამებულად წარუდგენთ საზოგადოებას და პარლამენტს.